იყოს ერმანძილით დაშორებული ცენტრიდან. აი მას აღწერს ზუსტად ეს ანალიტიკური ამოხსნა ეგ ზუსტად ამბობს რომ ერმანძილით უნდა იყოს დაშორებული მთელი ამბავი, აი და მოკლედ ეს ჩვენი ესეთი ჩაწერას მივიღებთ და ვნახავთ რომ გავხსნით ამ ფრჩხილებს ნახავთ რომ ტეს მიმართ დაგვიჯდება კვადრატული განტოლება. ანუ ტ არის მეორე ხარისხში და პირველ ხარისხში და ეს კვადრატული განტოლება ავიღ სკოლიდან ვისაც ახსოვს აქვს კოეფიციენტები ეს a b და c და შემდეგ ესეთი ამონახსნები აქვს ორი ერთი დიდი მეორე პატარა. ჩვენ შემთხვევაში რახან აქ ვარენდერებთ და რახან ჩვენ მანძილის მიმართ ხსნით განტოლებას, ჩვენ გვაინტერესებს პატარა ამონახსნი, ანუ ეს ამონახსნი რა არის? ეს ამონახსნი გვეუბნება რა მანძილში გადაკვეთავს ამ სფეროს. სფერო ხო ორი ზედაპირი, ანუ ერთი წინა ნაწილი, მეორე უკანა ნაწილი, რომელიც არ ჩანს. ამ ანალიტიკურ იმას განტოლებას რო ამოვხსნით, ჩვენ მივიღებთ ორ ტეს. ერთი იქნება პატარა ტ, რომელიც მიუთითებს ამ წინა ზედაპირს, მეორე იქნება დიდი ტ, რომელიც მიუთითებს უკანა ზედაპირს. ნუ ჩვენ შემთხვევაში გვაინტერესებს წინა ზედაპირი, რახან ვარენდერებთ, წინა ზედაპირი არის საინტერესო. და ამიტომ ვიღებთ პირველ ამონახსნს, პატარა რომელიც არის. ახლა რომ შევალთ აქ ნახავთ, რომ ეს ესე იგი SO იყო სფეროს ცენტრი და იმისათვის რომ გავამარტივოთ გამოთვლები, სხივის კოორდინატს გამოვაკლებთ, სხივის ცენტრს გამოვაკლებთ სფეროს ცენტრს, ანუ სფეროს გადმოვწევთ 0-0-ზე, ამის მერე უკვე უშვებთ რომ სფერო 0-0-ზე არის და ჩავწერთ ამ კვადრატულ განტოლებას, ანუ a არის 1, b არის s, c არის s და შემდეგ ვითვლით ამ დისკრიმინანტს. დისკრიმინანტი თუ ნაკლებია 0-ზე, ესე იგი კვადრატულ განტოლებას ამონახსნი არ აქვს და ვაბრუნებთ false და თუ აქვს ამონახსნი, მაშინ ვითვლით ამ ამონახსს და წერთ ტ-ში. მოკლედ, ჩვეულებრივი მარტივი კვადრატული განტოლება არის სხივის სფეროსთან თანაკვეთის ამოცანა. და აი აქ ზუსტად ეგ არის განხილული, რომ აი სხვადასხვა ვარიანტები ტეს თანაკვეთის და თუ მაგალითად ამ სხივის ცენტრის შიგნით არის, მაშინ ერთი ამონახსნი უარყოფითი იქნება, ერთი დადებითი იქნება, თუ გარეთ არის, ანუ არც ერთი ამონახსნი არ ექნება, ანუ დისკრიმინანტი უარყოფითი იქნება და ასე შემდეგ რა. ანუ თუ იქით იყურება, მაშინ ორ უარყოფით ამონახსს მივიღებთ. ანუ უარყოფითი ნიშნავს, ანუ უარყოფითი მანძილი ამ შემთხვევაში სხივის გასწვრივ ნიშნავს, რომ უკან მოხდა თანაკვეთა რა სხივის უკან. ხო. ირაკლი, ბოდი შეგაწყვეტ 50 წუთი ხوار გავიდა რაც იწერ. არა, ის გავზარდე ლიმიტი და არ გასულა ჯერ 40 წუთი გავიდა, მაგრამ წესით ეგ არ უნდა იყოს პრობლემა ისედაც. ხო. მოკლედ ეს არის მთელი ფაქტიურად გავედი ბოლოში რა, ანუ მთელი ეს მარტივი სხივების თანაკვეთის ისა შეიდერი, რომელიც უბრალოდ სფეროს არენდერებს, გამოიყურება ესე. ეხლა რომ ეს სხივების თანაკვეთა, როგორც თქვი რა, უბრალოდ რასტერიზაციისგან იმითი განსხვავდება, რომ არის პრინციპულად შეტრიალებული მეთოდი რა, იმის მაგივრად რომ ავიღოთ ზედაპირის წერტილი და შემდეგ მოხდეს ამისი ეკრანზე გამოთვლა სად მდებარეობს, ხო? ვაკეთებთ პირიქით, კამერიდან უშვებთ სხივებს და ვითვლით სად ხდება ამ ჩვენს ობიექტებს. და ეს იმ უპირატესობას იძლევა, რომ ჩვენ მაგალითად ავტომატურად აი უკვე ქონდა ჩვენ ამაზე ლაპარაკი იმ წინა სტრიმების ბოლოს, რომ აი მაგალითად რასტერიზაციის მეთოდებს, სიტყვაზე აი თამაშებს, ხო? აქვთ ეგეთი პრობლემა, რომ ну ამ შემთხვევაში engine იწყვეტს ამ პრობლემას, როდესაც სცენა ძალიან დიდი არის, უნდა მოხდეს ამისი რაღაც დონეზე გამარტივება, რომ ის ყველა მონაცემი, რომელიც ამ ჩვენ სცენას აღწერს, ყველაფერი არ დაიხატოს ეკრანზე. ანუ არ დაიხატოს, ანუ არც უნდა ვცადოთ რა დახატვა, ეგ არის თავარი, თორემ არ დაიხატოს, ანუ ისაც არ დაიხატება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას თუ ეფარება, სიღრმის ტესტს ვერ გაივლის, მაგრამ
ყველაფერზე, რომ რისი დახატვასაც ცდით ეკრანზე, ყველაფერზე რაღაც რესურსი წავა. და ამიტომ რაღაცნაირად უნდა მივხვდეთ, რომ ეს მთელი ობიექტი არ ჩანს, იმიტომ რომ არ ექცევა ჩვენი ხედვის არეალში, ან რაღაც ის უკან არის და საერთოდ უნდა გამოვტოვოთ ყველა პრიმიტივი, რაც ამ ობიექტში შედის. და აი ეს პრობლემა ray tracing-ის მეთოდს თავის მხრივ უკვე არ უდგას, იმიტომ რომ უბრალოდ სხივებს უშვებს და იმ ობიექტებს, ესე ვთქვათ, რომელიც მაგალითად კამერის უკან არის, ხო? შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს მაგათი ესე ვთქვათ, გამოტოვება რა. რაღაც დონეზე მაინც გვიწევს ყველაფრის შემოწმება, მაგრამ ანუ აქსელერაციის სტრუქტურები გამოიყენება ამაში. მაგრამ ცოტა სხვანაირად მუშაობს რა ეს პრინციპი რა. და ეხლა ეს მაგალითად მარტივი მაგალითია სფეროსი, შემიძლია გაჩვენოთ თქვათ დაახლოებით უფრო 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 კი არა, ანუ ბევრად უფრო კომპლექსური, რომელიც ასევე მარტივ გეომეტრიას იყენებს, მაგრამ უკვე განათებას ითვლის ბევრად კომპლექსურად. ანუ აი ამ შემთხვევაში იგივე სფეროები გვაქვს აქ ერთი ცილინდრის ნაწილი, აქ გვაქვს ორი სიბრტყე და აქ რაღაც ბოქსი და ეს განათებაც არის ასევე სფერო. თუმცა ამ შემთხვევაში მარტო დიფუზიურ მოდელს კი არ ვითვლით, ანუ კომპლექსური მატერიალი გვაქვს თავისი სპეკულარული არეკვლებით, თავისი რაღაც ნორმალების მეპით, ანუ მიმართულების ვექტორები არის აქ ზედაპირებზე, რომ უფრო დეტალიზაცია მეტი მისცეს და ასევე ვითვლით ირიბ განათებას, რომ აი ეგ რო დაეცემა შუქი, შემდეგ აირეკლება, ასე მოხდება და მოკლედ ყველაფერს ვითვლით და ანუ განათების ინტერაქციას გარემოში. ეს კომპლექსური შეიდერია რა. ისედაც ეთყობა ხაზების რაოდენობაზე. ეს არის სადღაც 1100 მარტო ეს ერთი, ანუ კიდე რაღაც ამდენი ძირითადად ამაში არის ყოფილი კოდი. ხო. და მაგრამ პრინციპი, ესე ვთქვათ, მუშაობის იგივეა, ზუსტად როგორც ავწერეთ იმ მეთოდში. აქაც ვითვლით, ესე ვთქვათ, ესე უბრალოდ შემდეგ უშუალოდ განათების გამოთვლა არის უფრო ისა გართულებული რა. გვაქვს კიდე სხვა ვარიანტები მარტივი. აი მაგალითად ეს. ხო, აქ ეს უბრალოდ განათების მოდელების განათების მეთოდების შედარება არის. მაგის შეიდერია მაგას აჩვენებს, მაგრამ აქაც აქ ვთქვათ იმ ჩვენი შეიდერისგან განსხვავებით ის არის, რომ გარდა სფეროებისა გვაქვს ასევე სიბრტყეები და ახლა სიბრტყესთან თანაკვეთი სამოცანაც მარტივია განსაკუთრებით, როდესაც ეს სიბრტყე არის საკოორდინატო სისტემის სიბრტყის პარალელური, მაშინ პირდაპირ რაღაც ერთი ოპერაციით შეიძლება დაითვალო, ესე ვთქვათ, სად გადაკვეთავს ამ სიბრტყეს ჩვენი სხივი და ანუ ძალიან მარტივად ითვლი რა. ხო, და ანუ აქ განსხვავება ის არის, რომ აი სპეკულარული ზედაპირებია და მთელი ეს შეიდერი მაგალითად მაგაზე არის, რომ როგორ ვითვლით განათებას სპეკულარულ ზედაპირებზე. ხო. ეხლა რაც შეეხება ray tracing-ს, თქვათ, რასტერიზაციასთან შედარებით რა უპირატესობები აქვს. ანუ უკვე ვთქვით მაგალითად, რომ აი სიტყვაზე ჩრდილები, ხო? რასტერიზაციის მეთოდში ეს რო გავაკეთეთ ეს წინასწრიმს ეს შეიდერი. იმისათვის რომ ჩრდილები დაითვალო, ანუ ფაქტიურად ჩვენ ვქნით დამატებით კამერებს იმ მიმართულებით, საითაც განათება არის და ამ ჩვენს კურდღელს ვარენდერებთ ამ ჩვენს დამატებით კამერებში, რომელიც შემდეგ გვაძლევს სიღრმის ბუფერს და ვიყენებთ ამ სიღრმის ბუფერს, რომ დავთვალოთ ეს ჩვენი ობიექტი იმ განათების მიმართულებიდან, ეს ჩვენი წერტილი ექცევა თუ არა ჩრდილში. და ანუ ეს რთული ოპერაციაა რა საკმაოდ და გადათვლას საჭიროებს, ხო? ანუ ეს როგორც ხედავ ეს ორი შეიდერი რა, ესე ვთქვათ, ეშვება მანამდე, სანამ
ამ კურდღლის დახატვას დავიწყებთ და უკვე ეს ჩრდილების ბუფერები უკვე გამზადებული გვაქვს და შემდეგ ვიყენებთ ამას აქ. ახლა ამას რა მინუსი აქვს? პირველ რიგში ის მინუსი აქვს, რომ შეიძლება ამას საერთოდ არ უყურებდეს ჩვენი კამერა, საერთოდ სხვაგან იყურებოდეს. და ამ შემთხვევაში ეს რესურსი ჩვენ რაც ამ ორი ბუფერის ხატვაზე დავხარჯეთ, ხო? ანუ წყალში გადაყრილია, ყვილა დავხარჯეთ რა. ანუ ამ იგივე ამოცანას სხივების მიდევნების მეთოდი გააკეთებდა სხვანაირად რა. თქვათ, როცა ჩვენი კამერიდან წამოსული სხივი მოხვდებოდა ზედაპირს, ჩვენ უბრალოდ აქედან გავუშვებდით მეორე სხივს, ანუ ამ წერტილის კოორდინატის გამოთვლა უკვე თქვით, ხო, წინა შეიდერში როგორც მოხდება, ანუ ჩვენ მივიღებთ რაღაც მანძილს გამოთვლის ანუ ამ ფუნქციიდან, ხო, ანუ ეს t რაც დავაბრუნეთ და ამ მანძილით გადავალთ წინ და მივალთ ამ წერტილის კოორდინატზე, ესე ვთქვათ, რომელთან თანაკვეთაც მოხდა. ეხლა აქედან თუ ჩვენ განათების მიმართულებით გავუშვებთ სხივს, თუ ეს სხივი არაფერს არ მოხდა, მაშინ ვამბობთ, რომ ჩანს ამ წერტილიდან განათება. და ეხლა ამ შემთხვევაში რახან ეს ჩრდილშია, ეს სხივი, რომელიც განათების მიმართულებით გავუშვებთ, კურდღელს მოხვდება და მივხვდებით, რომ დაბლოკილია, ესე ვთქვათ და აქ განათებას არ დავითვლით. ანუ ანუ ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, ბუნებრივი და მარტივი მეთოდი არის ჩრდილის დასათვლელად, ვთქვათ, ვიდრე რასტერიზაციის მეთოდი აკეთებს რა. და პირველ რიგში ის დადებითი თვისება აქვს, რომ ესე ვთქვათ, დამატებით რესურსს არ დახარჯავს ყვილა თუ არ არის, ესე ვთქვათ, საჭირო, იმიტომ რომ როცა სხივების მიდევნების მეთოდი ეშვება, ანუ ჩვენ მარტო იმ წერტილებისთვის გავუშვებთ ამ სხივებს, რომელსაც პირველ რიგში დავინახავთ, ხო? ანუ აქ თანაკვეთა უნდა მოხდეს. ანუ ამას თანაკვეთას რო გაივლის, მას შემდეგ გავაკეთებთ ჩრდილების დათვლას. ნუ შეგვიძლია ახლა მაგალითისათვის გადმოვიტანოთ რომელიღაცა სხვა შეიდერიდან სიტყვაზე მოდი აი აქედან ავიღოთ. შეგვიძლია აი მარტივი რამე შეგვიძლია, მოდი სიტყვაზე კამერა გადავაკეთოთ. აი ახლა მაგალითად ეს კამერა მუშაობს როგორ? ეს UV გვაძლევს, ესე ვთქვათ, საკოორდინატო სიბრტყეზე. მოდი ეს წავშალოთ. ეს როგორ შლი მარტივად? Crop window. ასე არა. შილი არა აქ ამას. Ctrl Z ნახე აბა, როლ რანდო გააკეთე. ოკეი, აჰა, ნახევრად წავშალ. დაი, მოკლედ. ჩვენი კამერა მუშაობდა როგორ, ესე იგი, აქ გქონდა ეს ჩვენი სფერო, სადაა? ხო, ანუ აქ ხო, დიდი ბრაში გქონდა წინაზე. ხო. ესე იგი, სადღაც აქ გვაქვს სფერო, ესე და ეს იყო, ესე ვთქვათ, ჩვენი სიტყვაზე რაღაც XY. და რაღაც აქეთ მიმართულებით, სხვა მიმართულებით იყო ჩვენი რაღაცა ცუდად დავხატე თავიდან. მე აქ ავიტანოთ. ეს არის სფერო, რომელიც მდებარეობს X-ი, ეს არის Y-ი. და აქეთ იყო Z-ი. და ამის გასწვრივ რაღაც 5 ერთეულით გადმოვედით, აქ დავაყენეთ ჩვენი კამერა და კამერის მიმართულება იყო შესაბამისად -1 იყო Z-ი, ანუ 0 0 -1. ну ეს რას ნიშნავს? აი აქ ავაგეთ ამ ჩვენი წერტილის მიმართ. ესე ვთქვათ, გარშემო აქეთ იქით ავაგეთ ესეთი სასურათე სიბრტყე. და შემდეგ ნებისმიერი წერტილისთვის, რომელიც წერტილიც არ უნდა ყოფილიყო, ანუ იმის მიხედვით, რომელ
იმის მიხედვით, ანუ რომელ პიქსელზე ვიყავით, ჩვენ დავითვალეთ ეს ჩვენი UV -1-დან 1-მდე. ანუ აქ ხო გვაქვს ეს X-ი, Y-ი და ეს იცვლება, აქ არის სიტყვაზე 1, აქ არის -1, ხო? ну თუ კი ახლა ეს კვადრატი არ არის და ანუ უფრო განიერია ხო სიგანეში, მაშინ -1-ს გადმოცდება და რაღაც 1 რაღაც იქნება ხო აქ. აქეთ -1 რაღაც. და მიმართულება ყველა სხივს, რომელ სხივსაც უშვებდით, ესე ვთქვათ, აქედან ხო, სასურათი სიბრტყიდან ჩვენი სფეროს მიმართულებით, ყველა იყო ერთი და იგივე. აი აქ ჩანს, რომ მიმართულების ვექტორს ვაძლევთ 0, 0, -1-ს. აი ეს რო შევცვალოთ, მაგალითად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ანუ ამას ქვია პარალელური კამერა. ტელესენტრიკ კამერას ეძახიან და ორთოგრაფიულ კამერასაც ეძახიან, ხო? და ეს რომ პერსპექტიული კამერა არის უფრო, რასაც ხშირად იყენებენ. ანუ შორი ობიექტები რო უფრო პატარა გამოჩნდნენ, ვიდრე თქვა ახლოს მყოფი ობიექტები. ეხლა ტელესენტრიკ კამერაში ეგრე არ არის, ტელესენტრიკში რამს შორისაც არ უნდა იყოს ობიექტი, მაინც ერთი ზომა ჩანს, იმიტომ რომ პარალელურ სხივებს უშვებთ კამერიდან. პარალელური პროექცია ხდება. და რო იყოს პერსპექტიული პროექცია, ამისათვის ეს სხივები პარალელურად არ უნდა იყვნენ. ანუ ჩვენ შეგვიძლია სასურათის სიბრტყიდან კამერის ცენტრი უკან გადმოვწიოთ, ანუ ესე გადმოვიდა უკან, სადღაც აი აქ. და ესეთი პირამიდასავით ავაგოთ, ესე ვთქვათ რა. და ვთქვათ, რომ მოდი აი ამაში იყურებოდეს ჩვენი კამერა რა. ესეთი რაღაცა რა. და ამ შემთხვევაში მარტივია, ანუ რომ მოვნიშნავთ ამ წერტილს ამ სასურათის სიბრტყეზე, ხო? ამ კოორდინატს გამოვაკლებთ ამ კამერის კოორდინატს, რომელიც უფრო უკან მდებარეობს, მივიღებთ ვექტორს და იქ თუ ერთი და იგივე ვექტორს ვაბრუნებდით, აქ დავაბრუნებ სხვადასხვა ვექტორს რა. ნახოთ მაგალითად ეგეთი მარტივი მაგალითი, ანუ ეს UV არ შეგვეცვლება. ეს გადმოვიდანოთ აქეთ. მოდი ეს იყოს PUV, რაღაც ესეთი დავარქვათ. და ეს არის ესე ვთქვათ ჩვენი წერტილი სასურათის სიბრტყეზე. და ეს წავა აქ. და მიმართულება იქნება ანუ ჩვენი კამერის კოორდინატი, მოდი გადმოვიტანოთ. ანუ აქ თუ კამერის კოორდინატი იყო 0, 0 და 5-ით იყო გადმოწეული, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იყოს, მოდი XV კამერა იყოს 0, 0 და რაღაც 7 ვთქვათ. ხო. და ახლა აქ ავიღებთ ამას. გამოვაკლებთ ამას. და ამას გავუკეთებთ ნორმალიზებას. ნორმალიზება რო არ გავუკეთოთ, ის მოხდება, რომ როდესაც სხივთან თანაკვეთაზე გადავალთ, ტესტს მოგცემს არასწორს. ახლა აი აქ, მოკლედ ეს სხივი, ესე ვთქვათ, ეს ჩვენი გამოთვლის კვადრატული განტოლება, ესე ვთქვათ, რაც შევადგინეთ. ის უშვებს იმას, რომ ჩვენი სხივის მიმართულება ერთის ტოლია. და შესაბამისად ტესტს რო ითვლის ამ ვექტორის სიგრძის მიმართ ითვლის, რომ რამდენი ვექტორის სიგრძე დამჭირდება, რომ მივიდე ამ ჩემს იმამდე სფერომდე. და ანუ ეს თუ გაწელილი იქნება, სიტყვაზე ორჯერ გრძელი თუ იქნება, ხო? მაშინ ტესტს მივიღებთ ორჯერ ნაკლებს, ტესტ მნიშვნელობებს. ან სიტყვაზე შეიძლება ორჯერ გრძელი კი არ იყოს, აქ კუთხეში უფრო გრძელი იყოს, ცენტრში უფრო მოკლე იყოს, ხო, რახან ესეთი კამერა გვაქვს და ანუ საერთოდ დაირღვევა რა ეს ან რახან ჩვენი კვადრატული განტოლება უშვებს, რომ ერთის ტოლი უნდა იყოს, ამიტომ ჯობია რომ ნორმალიზება გავაკეთოთ. და
მან ფრაგკორც რო ყოფ რეზოლუციაზე 0.5-ები უნდა დაუმატო, რომ პიქსელის ცენტრზე დაჯდე. ხო, კაი. კი ბატონო. აჰა. მაგას ალბათ ვერ შევამჩნევთ, მაგრამ ეს მინუს მაინც 0.5-ში გადაკეთოს, ხო? მინუს 1-1-ში არა. ხო, კი აი, ბატონო. შეიძლება. ესე და ხო, ესე. კი ბატონო. და აჰა, ოდნავ მარცხნივ გამოიწი. ხო, და აი ახლა მაგალითად შეგვიძლია შევცვალოთ რა, რომ ეს მიმართულება, მოდი აი აქ თქვათ, ეს იყოს float კამერა, ეს იყოს 5, ხო? აი ესე რო არ იყოს, მოდი აქ გავაკეთოთ. ეს უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ამ მანძილით არის მეთქი კამერა ცენტრიდან დაშორებული და ეს ჩვენი კამერის ცენტრი სასურათო სიბრტყიდან კიდე დამატებით 2 ერთეულით არის დაშორებული. ახლა აქ რომ მე ჩავსვა აი ეს სიტყვაზე, ხო? და გავამრავლოთ რაღაცაზე, რა ვიცი, მაგალითად. ორზე. საკმარისი იქნება. ანუ ესე რომ გამოვწევ, შემიძლია ესე ვთქვათ, კამერა ახლოს მივიტანო. მაგრამ ეხლა გარდა მაგისა, განათებაც მეცვლება, იმიტომ რომ განათებაც იმაზეა დამოკიდებული. მაგრამ ნუ ჩანს რა არის გაკეთებაც მინდა აქ რომ დავაყენო სიტყვაზე, რა ვიცი, 9. რომ მეტად ივალ ახლოს ჩემს სფეროსთან. და ნუ ეხლა აქ ჩანს რომ იმ ორთოგონალური კამერის შემთხვევაში თუ არ ექნებოდა მნიშვნელობა რა მანძილზე ვიყავი, მაინც ერთი ზომისა გამოჩნდებოდა. აქ ეგრე აღარ არის რა. უკვე მნიშვნელობა აქვს რა მანძილში ვიმყოფებ. და მოდი ახლა მაგალითად გადმოვიტანოთ სხივის თანაკვეთა სიბრტყესთან. ეგ ნახავთ რომ მარტივი ფუნქციაა. ცალკე მაქვს თანაკვეთის ფუნქციები, მაგრამ ხო, აი ისინი არ დაგჭირდება, მაგრამ წავშლი მე აქ ადგილზე. ხო, მოდი აი ესენი საერთოდ დამჭირდება, აქ რაღაც ტექსტურებისთვის და რაღაცეებისთვის ჭირდებოდა. უბრალოდ გვაინტერესებს ჩვენ. და სხივი გვაქვს და ეს არის რაღაც ზომა, მინიმუმ x-ი, მაქსიმუმ x-ი. ესენიც აღარ გვჭირდება. მან directions რო 0-ზე ამოწმებს. მაგარი გადაობა არის. NVIDIA-ს დრაივერი იქრაშება direction to 1 სასრულობა არის ან ისა 0-ზე გაყოფა. ნანი თუ არის ან infinity. აქ ამოწმენდი მაგას ხო და მაგიტო და აჰა, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კი შემოწმებია ეს. როგორ? არა, ეგ ფრეში რო თქვა არ შემოწმებია, თქო გამიგვირდა. ხო და აი იმ დღეს ვიპოვნე კადრას. ეს 5000-ზე თუ ყველგანაა. კი, 5000-ზე. აჰა, მოდი ნაკლები აქვს. 5000-ზე. რაღაც 0.00-ზე რა. მან shaders აქვს is inf და is none. HLSL-ს აქვს, მას არ ვიცი აქ თუ არა. ეს ამას ესენი არ აქვს. კი, ამასაც აქვს ის. არა, ეგ იდეაში client side კოდის ბრალი არის შევაწვდი, ანუ შენ არ უნდა დააგენერო ეგეთი redirection. ესენი არ გვინდა უსასრულო სიბრტყე იყოს. და ეს ითვლის z-ის მიმართ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მოდი y-ის მიმართ დავთვალოთ. ანუ ჩამოვწიოთ ეს y იყოს 0, ეს იყოს 0, ეს იყოს 0. ახლა მას გამოვიძახებთ აქ. ხო, მოდი მაშინ ცოტა ეს გავართულოთ, აქ ვთქვათ. full
intersect sin უკვე რახან სცენაში ერთი ობიექტი აღარ არის და რამოდენიმეა, ხო? გვექნება ორი თანაკვეთა. და ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ყველაზე ახლოს რომელიც არის. Road minimum distance და ჩავწეროთ რაღაც დიდი მნიშვნელობა. და აქ გვექნება სხივი. და დავაბრუნოთ ბოლოში. და თუ კი მოხდა ამდე ხა იდეაში ორი უნდა შემოწმო და უახლოესი აიღო. კი ბატონო. ხო. თუ კი მოხდა და ამავე დროს ეს ჩვენი plain disk ნაკლებია. ხა პირველი რახანა უეჭველი ნაკლები იქნება, მაგრამ მაინც დავწეროთ disk-ზე. მაშინ min disks მივანიჭოთ plain disk. ანუ ეს დაითვლის სიტყვასთან თანაკვეთას და მეორე იქნება სფერო. და იგივეს ვიზავთ თუ ჩვენი სხივი მოხდა სფეროს და ამავე დროს და იგივე დამჭირდება მოდი ვთქვათ. Shaders და CPU კოდს შორის კიდე მაგარი მთავარი სხვაობა არის. if-ში რაღაცას რო წერ, პირველი პირობა თუ არ შესრულდა, CPU კოდში დანარჩენებს აღარ ამოწმებს. ხო. Shader-ი ყველას ამოწმებს მაინც. ამიტომ ინიციალიზება გავუკეთოთ. კი ბატონო. თუ კი ნაკლებია min disk-ზე მაშინ min disk-ში ჩაიწერება ეს. და ან გინდა sphere disk. ხო. და შემდეგ ტესტში ჩავწეროთ min disk. იმას ეს ergo test რო გადასცე მეგენია. ან გინდა ის მაგივრად. ხო, ამას აქ ამოვიტან უბრალოდ ეს სხვა აქ მაქვს აღწერილი პირდაპირ და პროსტა ზემოთ აი ამოვიტან. მაგად მოიტანო მაგდა, ხო. და test მაგივრად უნდა გადასცე disk. ხო. ეხლა მოხდა თუ არა, ანუ ამას შევამოწმებ. თუ კი ეს არ უდრის ამათას, ესე იგი მოხდა. რადგან შეიძლება define გააკეთო max disk-ი ან რამე დაარქვა. ხო, კი ბატონო. აჰა, მაშინ ათასი ფუფუნება ათამაშებ. არ არის ეგეთი ადი. out
ამ n-ის შემთხვევაში ნორმალი იქნება მარტივად ერთი და იგივე სულ ყველა 0 1 0 0 და რაღაც აურიეთ. ლეინია ძალიან ახლო. თუ სფეროა. ლეინი რა ფერი არის? Plane წესით ერთ და იგივე ფერია, იმიტომ რომ ფერი სადაც გარეთ. მაშინ ხომ არ ნორმალი სხვა არის ნებისმიერ შემთხვევაში. მოკლედ სფეროს შემთხვევაში თუ კი სფეროს მოხდება sphere distance და თუ კი ეს ამაზე ნაკლები იქნება, მაშინ ვითვლით s, ანუ r მიუმატოთ distance, ანუ მიმართულება გამრავლებული სფეროს მანძილი. შემდეგ გამოვაკლებთ ამას ამ ჩვენი s-ის ცენტრს, რომელიც იდეაში 0-ია, ნორმალიზებას გავუკეთებთ. მივიღებთ n-ს და ჩავწერთ ამაში. ეს n-ს ახლა ნაუთ პარამეტრი. კაი, მოდი მაინც გავუკეთოთ, რომ ეს რამე ინიციალიზება, მაგრამ ეგ არ უნდა იყოს ისა. ხო. ჩავწერთ n-ს ამაში. და თუ კი არ მოხდა იდეაში n-ი არ უნდა დაგჭირდეს, იმიტომ რომ უნდა დაბრუნდეს აქ. ანუ ორი ვარიანტი გვაქვს, ან აქ უნდა შემოვიდეს, ან აქ უნდა შემოვიდეს. ანუ რატომღაც სფერო შეგვიცვალა. კაი, მოდი ეს ჩავაკომენტაროთ და გამოჩნდება თუ კი სფეროსში გვაქვს მაშინვე პრობლემა. აჰა. პლეინის ბრალია. პლეინის ბრალია, პლეინი შევამოწმოთ, აბა რა შევა. ფერის ცვლილებაზეც ეთხოვა რომ პლეინის ბრალია. იდეაში ეს ითვლის 0-0-ზე არსებულ planes, რაც ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ აი აქ გაივლის შუაზე და პირდაპირ კამერას დაემთხვევა. ანუ ვაფშე არასწორი რაღაც მოხდება რა. მაგრამ ამიტომ შეგვიძლია ხო, ამიტომ შეგვიძლია ეს რას აბრუნებს? ჰა? ანუ აი ესე ვქნათ გეომეტრიულად რა. ესე ხო გვაქვს plane. და ანუ ამას უყურებთ. ამას ხო აქვს მიმართულება რა. აქ ესეთი ორი ისა გვაქვს რა ქვია მარტი ორი მსგავსი სამკუთხედი. ხო. და ამ ორი მსგავსებით მოკლედ დაითვლი პირდაპირ s რა. თუ ამის მანძილი იცი რომ 1-ია, რეალურად ჩვენ ეს გაინტერესებს და მოკლედ ეს კოორდინატი, ამის კოორდინატი იცი და ეს მანძილიც იცი და მოკლედ მაქედან ითვლი იმას რა. უბრალოდ ეს რახან ამბობ რომ ეს y-ის მიმართ არის. ხო, ანუ მარტო y-ს იყენებ რა აქ. მარტო y-ები გჭირდება. ხო, ანუ ჩვენ შემთხვევაში z-ის მიმართ ხო კამერა ხო უკან გამოწიეთ z-ის მიმართ, ანუ y-ის მიმართ არის ეს. უბრალოდ ეს არის 0-0-ის მიმართ რა. ეს ჩვენი სიბრტყე. და 0-0-ის მიმართ რა ხან არის? უნდა მაშინ ანუ ეგ არის x-ზე სიბრტყე, რომელიც ანუ იმაზე 0-0-ზე რა. ამიტომ ეს რეი უნდა კი ბატონო. რეი წერტილი origin-ი. ინი აღარ შეჭრა. როგორც აქ გავაკეთეთ რა, სფერო სხვა 0-0-ზე ზის, ამიტომ ამას წერთ. ესეც ერი ოსო იმნაირად იყოს, როგორც იქნება. რეი ის მინუს უდრის. ჩვენ შემთხვევაში გვინდა ჩამოვწიოთ დაბლა, ხო? 3. ეს ამის რადიუსი იყო 0.3. ანუ 0 შემდეგ მინუს 0.3 და 0.
წესდავლა შეგვეცვალოს. არ გვაქვს. ახლა ვაფშე გაქრა. ის გაქამოსა კომენტარებელი. ინტერსექშენ. ბაზაშვილიდან მოწესრიგე. ნახევარის ისა გვაქვს. კაჭა, რატო? იმიტომ რომ უსასრულო ის არის რა. უსასრულო სიფრთხეა. და მაგრამ შუაზე რატო გაჭრა? ეს 0-0-ზე ხო გვეჭრა. არა, არ უნდა გაეჭრა. რაღაც. კაი, მოდი ეს ამას გავხსნით. არა, Y-ზე შვები, Y-ის ზემოთ გა. არა, მაინც არა, სწორად შვები. მოდი ეს მაინც გავფილტრო. ანუ ტეს ხო დავითვლი. და ტეს მერე შემიძლია დავითვალო P 3 P უდრის Z-O plus Z-D ამრავლო T-ზე. ეგ ხო არ ყოფილი რესურსს მოგცემს. და P ხა შევამოწმოთ P წერტილი. ესე იგი Y ხო ანუ X-ი და Z-ი მაინტერესებს ხო? თუ კი X-ი მეტია -2-ზე სიტყვაზე და ამავე დროს P წერტილი X-ი ნაკლებია 2-ზე და ამავე დროს ან პირიქით ვხდათ მოდი მეტია 2-ზე ან ნაკლებია -2-ზე ან P წერტილი Y არა Z-ი მეტია 2-ზე ან P წერტილი Z-ი ნაკლებია -2-ზე მაშინ ან ხავს ანუ ხა ამან და მოაჭრას დანარჩენი. მაგრამ რაღაც T არ მომეწონა. შუაზე რატო ჭრიდა წეღან? არ უნდა გაეჭრათ ესე. რაღაცა T-ს სურებთ. მაგრამ გამოჩდება ეხა. მოკლედ, კაი, მოდი ეს ცოტა ახლოს მიწიოთ 5 ძალიან ბევრია, როგორც ჩანს, აქ იყოს 2. Просто ფლოუთერმა ხო არ გაასხა. არა, ფლოუთერმა არ გაასხა, ეგრე მარტივად არ ასხა. არასხავს ეგრე მარტივად, მაგრამ ერთი ვარიანტია. ერთ შეხედვით არაფერი თუცნაური არ არის. რაღაც გაგვეპარა, მაგრამ ნახავთ, მოდი გავყვეთ და გამოჩდება. ეხა გვინდა რა, ეს პლეინი საერთოდ რატო შემოვიღე რა? ანუ იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჭრილების სხივები როგორ მუშაობს, ხო? ანუ აქ რომ მოვედით და დავითვალეთ ესე ვთქვათ ეს თანაკვეთის წერტილი, გვაქვს ასევე n-ი და ვითვლით განათებას, ხო? და ეხლა გვაინტერესებს ჭრილშია თუ არა, ხო? ანუ ეს radiance-ი რა, რომელსაც ვითვლით საბოლოო მნიშვნელობა. ან არის ამის ტოლი, რასაც ჩვენ ვითვლით, ან საერთოდ 0 არის. იმიტომ რომ მთლიანად ჭრილში ექცევა და ეს განათება არ მოქმედებს რა. ანუ შეგვიძლია ბოლოსკენ გადავიტანოთ მაგის შემოწმება მაგალითად და დავითვალოთ ჭრილისთვის სხივი ახალი. ეს იყოს ახალი სხივი, რომელიც არის ამ შემთხვევაში P-ზე, ხო? და მიმართული უნდა იყოს L მიმართულებით, ანუ L არის ჩვენი განათების მიმართულება. ახლა ზუსტად P-ზე რო დავსვავ, ან შეიძლება თანაკვეთის პრობლემა მომცეს რა. ამიტომ მოდი P-ზე კი არ დავსვავ, ცოტა ავწიოთ ზემოთ. n-ი ხო გვაქვს, ანუ მაგალითად თქვათ, რომ ეს იყოს P-ს მივუმატოთ n-ი გავამრავლოთ რაღაცა epsilon-ზე. ხო და ანუ ამ ზედაპირს რომ მოვხდებით, განათების მიმართულების ისა ჩვენი ზედაპირის მიმართულების მხარეს ავწევთ ცოტა და შემდეგ მიმართული იქნება ჩვენი განათების მხარეს. ახლა იგივე ანუ სცენის თანაკვეთა, რაც ჰქონდა იქ, თავიდან უნდა გამოვიძახოთ. ამ შემთხვევაში ეს იყოს, მოდი, shadow A. T
არ გვაინტერესებს რეალურად. მაგრამ მოდი რაღაც შემოვგოთ. Float რაღაცა. და ჩვენ გვაქვს load visibility, ხო? რომელიც არის 1, ანუ chance. და თუ კი რამეს მოხდა, მაშინ ეს visibility უნდა გახდეს 0. და ну, მოდი ბული ვქნათ, მაგრამ მაშინ ახლა ეგრე არის მარტო ის. და უბრალოდ შევამოწმოთ, რომ თუ კი visibility-ა იდეაში გადამრავლება ჯორებია, მაგრამ ესე ის. Ups, რაღაცა ესენი უკუღმა ხდება. არა პლუსი. ანუ ენი ჩვენ შემთხვევაში დავაბრუნეთ 0 1 0. ანუ ზემოთ არის მიმართული. ეს ის პრობლემაა გაკრას თავიდან რაც იყო სავარაუდო. Outline და კომენტარი ისევ და დავrწმუნოთ რომ არა. Όσο ჩამოუშვებ. მე არა, რაღაცა. ნუ ეს ზემოთ აწევა არ არის სწორი, იმიტომ რომ სფეროს შემთხვევაში არ იმუშავებს. როგორ არა პრინციპში იმუშავებს, ხო? ნუ მოიცა. იმუშავებს. ისტორია. ნორმალის ნაცვლად light-ის მიმართულებით გაოცებ. როგორ? ნორმალის ნაცვლად რო light-ის მიმართულებით გააგეთ. და ეს ნორმალი ჯობია, მაგრამ მაინც. კამო. მაგრამ ეგ არ ამგონია რომ საბოლოო გასაკეთებ ახლა ზუსტად. light და minus light ხო არა? ერთი წამით. light სინათლის კენ გაქვს მიმართულებით სინათლიდან. მოდი ამას ჩამოვიტან ტაბლა. მოკლედ radiance 0 იყოს, shadow ray დავითვალეთ, ეს დავითვალეთ და თუ კი სხივის ტრეის საკეთებ არ ხდება. ხო. მაშინ ეს radiance-ში ჩავწეროთ ეს. და აქ ეს მოვაშოროთ. shadow ray base plus command bias-ი იმისკენ ჯობია. ray direction-ისკენ. რას იცახი ამას? მან ხო. კაი. ray direction-ისკენ რატო კაც? ანუ ელის ხარეს, ხო? შენ იცახი. მეც არ მგონია რომ იყოს მაგის. მაგის არ მგონია. ხო. shadow ray გვაქვს visibility. ვიდეო minus L-ით წადე просто. იმიტომ რომ any თამაში. მაგი არის, any ფუჭდება просто რა. ეგ პრობლემაა. any კი ფუჭდება, მაგრამ თავიდან რაც გაწერა იმაში. ხო, მართალია, თავიდან რაც გაწერა იმაში არ ფუჭდება. ხო და minus L-ით წადე აბა რეის მიმართულებით. L-ი როგორია? ნორმალია -8.16. მx. ხო, ანუ სინათლის მიმართულებით თუ გაკელი წესით არა სწორად გეწერა, მაგრამ სწორად მაკაშკარ. სადღაც სხვაგან არის. 0.05.95 გაყოფილი პ-ზე. ეგ არ შეცვლილა, ეგ რაც იყო იგივეა. ეს შეიძლება ქვემოთ ჩამოვიდა. ეს სწორი არის. RO რომელი ბოდიში რომელი ბეზე იდა original shadow rays
ამპეს აქ აღარც ამას ვიყენებ აქ, ხო? პლუს RD გამრავლებული ტეზე, კი ბატონო, ეს სწორია. Shadow ray გვაქვს ray S პლუსი და L. εντάξει. ეს სამიცია ქენი რადს პროსტა რაღაც კონსტანტური ფერი მიანიჭე შიგნითა. ეს გათიშული მაქვს, ასე რომ ჩავრთოთ. აი, არა, shadow rays პრობლემა ყველა. ანუ რა გამოდის, რომ აქ საერთოდ არ შემოდის. ხო, არასდროს არ შემოდის. ანუ ყოველთვის რაღაცას ურთავს. ყოველთვის რაღაცას ხდება. ანუ აქ ნახე ეს არ უდრის თქო max distance. ამაში ხო min distance-ში ხო ის ჩავწერე. აბა პროსტა ნაკლებია დაწერეთ. ეს თარფს არ შეცვლის. მოიცა კაცო რატო არ არა, ფსუაში არ არის უდრის ხო, ანუ float-ია თუ არ გადააწერეთ. იასი გაზარდია ვაერთსამს, ნორმალურად მოგივას. როგორ? აი ნორმალით რო შედი აბიასე. Shadow rays. მაგის ის ვერ იქნება. არა, რაღაც აქ არის ფაქტია, ხო, ისა. აი, კიდევ გამოჩნდა. აი გარი რა ეს თემა. ან მაშინ ნორმალს არ ვაბრუნებ სწორად. მაგრამ ესე რომ დავაბრუნო, არა, ეგრე რატო? ხო, წესით ზემოთ არის. ხო, მეცა ახლა მოვწერ. მე ნორმალი სწორი. Spheroid's distance-ი, ეს თუ ნაკლებია, მაშინ აღწერთ. ეს თუ ნაკლებია, მაშინ აღწერთ. თუ არაფერს არ ხდება, n-ი არ გჭირდება. და შეწერთ ამას. რავი, წესით ამას არ უნდა გქონდეს რამე precision-ის პრობლემა, ანუ ესე შედარება სხვაგანაც თავზე არ გადააწერ, არა. ხო, სხვაგანაც ვიყენებ, ასე. და წესით ეგ პრობლემა არ უნდა იყოს. ხო. არა, არც მეტი შედეგი რო იყოს, მაშინ კიდე იქნებოდა პრობლემა, მაგრამ რავი, ახლა შეგვიძლია ვქნათ, მინუს რაღაცა. ნაკლებია. პირიქით. მეტი. ხო, უნდა უდრიდეს, რომ true დავაბრუნო. არ უნდა უდრიდეს, რომ true დავაბრუნო. მოიცა, აბა, აქამდე როგორ შევედი? ეგრე. არ უდრს. ხო, მართალია, ხო. არა, ნუ მაგას არა. Shadow ray. ეს არ ვიყენებ. ინსაც არ ვიყენებ. ლამბერტი კონსტანტა. აბა shadow rays-თვის მარტო სფერო დატესტე. ეს რა მაგის. როგორ? ანუ intersect sense გადაეცი ერთი ბულცლად sphere only-ან რა. ის არის სინათლის origin-ზე. მაუსის პოზიცია გათვალისწინებული. მერე?
სინათლის მიმართულებაზე. ხო, მიმართულებაზე. არა, იმას ვიძახ, ცოტა ხანი ფიქსირებული რამე იყოს თქო. ეს და რა მაგასთვის, ხო? იცი რას ვფიქრობ, ეს ხო არ არის ძალიან ახლო. ჩრდილისთვის მარტო სფერო დაატრეისია, ვა? ეგეც ვარიანტია სიტყვას მაინც არ ვინო. და ნახოთ სიტყვიდან თუ სწორად მოგცემს ჩრდილს. მას intersections things გადაეცი პროსტა გული, ხო? აი, მარტო სფერო? ხო, ანუ. მან if-შივე დაუწერე დასაწყისში. აი, ნახე მუშაობს. მაგრამ სფეროსაც self intersection-ები აქვს, ხარ? ხო, მაგრამ სფეროს ნორმალს ხო, ყველაფერს. იმიტომ რომ უნონი დიასი გინდა მაღალი რა. არა ბიჭო, არ არსებობს. ეწავს სფეროზე თვითონ რამდენად მაღალი ძალიან გავს. ეხლა რამდენი იყენია? ეხლა მიყენია. მოლერთი მომენტ კაი არის, კი. ძალიან დიდია დაჟე. ხო, დიდია. უტარპენინგი გაგეჩითე. ანუ იმდენად დიდია, რომ სფეროზე უკანა ადგილებს მაჩვენებს გონი აქეთ ამ ხარეს. მაგრამ ეს ეგუნა აქ გავფილტრო. არა, მაინც არ. просто ძალიან გაზარდული და 1 მიეცა. არა, ეგ არის აშკარად. მაიასე. მაგრამ უყურე ხა ენი. მაგრამ ჩრდილ შეხედე რა დაემგავს. ხო, გასაგებია, მაგრამ ანუ რა გამოვიდა? აქ რაც ხდება, შიგნით ექცევა. და შიგნით რატო ექცევა ენი? ეს მივმატოთ. აბა ელზე ქენდა მოკიდე ვარ. ენის ნაცვლად დაწერა. წინაზე დავწერე კაცო, მაგრამ მაგან არ უშველა. ენი აიქ ხო ვითვლი, ანუ ენი არის თანაკვეთის კოორდინატს გამოვაკლოთ ცენტრი. ანუ ყველავანეთში გარეთ არის რა მიმართული. და მაგხრის სწორი უნდა იყოს. აქაც ზემოთ არის მიმართული. ასე რომ წესით ეგ არის. მე მგონი ვიცი რა ხდება. adzემოთ სფეროს intersection-ში. აქ origin points ცული. არა, offset-ი იყო ნაირი. როგორ? არა, ფერი offset-ი. ანუ ეს იმ პარამეტრია აქ რო შევცვალო ერი ეგ არაფერს არ იმასშვება. გარეთ არ გამოიტანს, ხო? არა, გარეთ არ გამოიტანს, მაგრამ და პოზიციასაც ხოლმე მაინც სწორად ითვლება არაფერი. ანუ ამ შემთხვევაში შენ რახან დაშვებას აკეთებ იმისა მოიც აქ ნორმალიზებას ხო აკეთებ კამერის მიმართ. ნორმალიზი ხო და აქ. კი, max space minus კი აქ მაგ ნორმალიზი. ელი ნორმალიზებული არის? ელზეც ხო. კი, ელიც ნორმალიზებული. ელიც ნორმალიზებული. ეს ბოლოს ბაგების დენ საინტერესო პროცესია ხო. ეხლა თავარია ზუბას უნდა დავასწრო. ხო, ანუ რეალურად self intersection-ი ერთი წამი აქ რომელს გადავცემ. ეს არის false-ი, ხო? და თუ true-ა მაშინ, ანუ პირველ შემთხვევაში true-ა და ანუ ითვლის ორივეს თანაკვეთას და shadow ray ამას planes ეკიდებს. ანუ plane-ის შემთხვევაში ფაქტიურად მთლიანად
ეს აბრუნებდა თანაკვეთ. მივხვდი. ძიო. ანუ უყურე რა ხდება გეტყვი ხა. მოკლედ როცა თანაკვეთა სითვლი იგივე სფეროს შემთხვევაშიც და იმის შემთხვევაშიც თავიდანვე ვთქვი რა დაბრუნებული მნიშვნელობა რა distance შეიძლება იყოს ასევე უარყოფითი. ანუ უარყოფითებს არ ვფილტრავ ეხლა მე აქ და ვამოწმებ ნაკლებია თუ არა თქო და ყოველ შემთხვევაში ნაკლებია როცა უკანა არის. ნუ აქ უნდა გავფილტრო ჯერ რა. plain dist აიყოს მეტი ნოზე. იქიდან ვაფშე შეგიძლია ტემეტი ანტოლინოზე დააბრუნო. ხო, ნუ თუ მარტო ეგ მაინტერესებს ხო რა. იმათ მათემატიკაში არ ჩამიხედეთ ასე არის. რატო გამოს. რატომაც მეგონა რომ ვარყოფითზე ცოლს აბრუნებდა და დავიბენებთ კი რა ხდება. ხო. და წესით ეხლა ეგ არის. პიტერ პენინგის გაიცა. ბაიაზე გაკუზარ მაზარი და შესამცირებელი. კი ბატონო. და ეს აღჭირდება და ეს ჩამოვედით. იდა ეს ესეც მაშინ მაქავიტანოთ. აჰა. ახლა პროსტა რო წევ მაუსს ისიც იცვლება და ისიც. მოდი აქ Y-ს დავაფიქსირებ. ესე და შესაბამისად მარტო ის იცვლება რა. და კამერა ცოტა ახლოს მიდიოთ კიდე. პრინციპში იყოს 0.5 რაღაც. ის ზედაკლიპიც მაინც იყოს ავარავთ. ეხლა ეს რო ჭრის, ეგ იმიტომ არის, რომ ჩემი სხივები იწყება სასურათე სიბრტყეზე, ანუ მინიმალური დისტანცია მაქვს, მაგრამ ray tracing-ს ეგ პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ თუ ეხლა იმას არ ვიყენებ პროექციის მატრიცას, ანუ აქ შემილია ამის მაგივრად. უბრალოდ PM-ზე რა, ეს. და მაშინ ესე იქნება. ხო. მოკლედ მივიღეთ ჭრილები. და თავიდან რა ქონდა პრობლემა ის უსასრულო პლეინზე ფლიპინგის ზუსტად იგივე და იქ ალბათ. რაიჭდა? იქაც ტესტ ბაზარი იქნებოდა? იქაც ტესტ ბაზარი შეიძლება ყოფილიყო. ნუ ხო, რაღაც შეიძლება მაგრეგვარი. ახლა ის რო გავფილტრო. просто გვაქვს უსასრულო. კი, აი მაგის ბაზარი ყოფილი. ეიღო ასიანი მაშინ. ხო, მოკლედ მივიღეთ ეს. ახლა რო შევაჯამოთ, მოკლედ ეგ არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ shadow, ანუ ჭრილებს ვითვლით ყველა პიქსელში, რომელ პიქსელსაც შეფერადებას უკეთებთ რა. მაგრამ თუ რაღაცა, ესე ვთქვათ, არაფერი არ აქვს რაღაც კამერის გარეთ, რის თვისაც დამატებით ისევ ამას ვითვლით. როცა ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში მე რომ მქონდეს რაღაც კამერის მოტრიალების ვარიანტი, ხო? ან აი რაღაც აი ეს პიქსელები, რომლებიც თქვათ აი ეს რო მივალ ახლოს გარეთ ექცევიან, ხო? მე მაგათთვის მაინც რა თქმა უნდა ვხარჯავ ამ რესურსს რა, ანუ ეს ორი ბუფერი ყოველთვის რენდერდება ამ რეზოლუციით. ეხლა შეიძლება მაგის რაღაც ოპტიმიზაცია და რაღაცები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ფუნდამენტალურად ეგ შეზღუდვა მან მაგ მეთოდში დევს, რომ ეგრე მუშაობს რა თვითონ. ეს კიდე ესე მუშაობს, რომ ანუ რას პიქსელებსაც კამერა ხედავს, იმ პიქსელებისთვის ხარჯავს რესურსს და მეტი იმის იქით გარშემო რა ხდება, მაგაზე უკვე ნაკლებად არის რა დამოკიდებული. ხო. და შეგიძლია ენდოტელი თუ ნაკლებიანოზე იქიდან არ დაკასტო ჭრილის სხივი. როგორ? აი სფეროს მეორე ნახევარ ხო, სფეროაც მაგედან ჭრილი ვაფშე რო არ ანუ
ხო, ანუ რეგისტრირება არის ყველა ეს. ვარიანტში ჭრილში არის. კი ბატონო. ანუ ეს მაშინ წინ უნდა გადავიტანო და მთელი. ну, ამ შემთხვევაში დიდ იმას არ მომცემს, მაგრამ ოპტიმიზაციას ამბობთ. ო მაღლა აიდან მაგაზა დაადისკარდებ. უფრო ადრე რა. კი ბატონო. კაი. ძალიან შორს ვარ წავიდეთ, რა გინდა? რაღაც გავაკეთე. ray ეხლა tracing-ს ვილაპარაკე. რეფლექშენები, მე indirect lighting-ი და ეგ არის. აი ახლა მაგალითად აქ რო ვამბობდი, რომ თუ არ ხვდება რა, აქ რომ ნოლს ვაბრუნებ, ხო? აი მაგალითად ამას აქ პირდაპირ cube map-ები რა, რომელიც Skybox-ი შეგიძლია ჩასვლა. მიაბლა. და ამ შემთხვევაში აქ რო ხარ, შეგიძლია ეს ფერი წაიკითხო აქედან რა. Skybox-ით გავანათოთ. როგორ? Skybox-ით გავანათოთ ვარ. ხო. განათება Skybox-ით ცოტა რთული თემა იქნება, მაგრამ background-ზე ვაჩვენებ. ხო, მოკლედ ახლა აქ შეგვიძლია წავიკითხოთ. მოდი რამე წაკითხვა პირდაპირ არის, რომელი აქ რამოდენიმე ფუნქცია გაქვს ტექსტურის. აღარ მახსოვს ზუსტად რომელს იყენებ, ვინც აქ ნახავ მაგალითებში რომელი მაქვს. გაკრას მაგისი ისა მაქვს და დაწერილი განათების შეიდერი. და აქ ვიყენებ მაგას. sampler როგორ ხო, მაგრამ clothes ვიყენებ, ვინც ეს არ მინდა. მოდი რო გააკეთო და ნოლი გადასცე, მომენტ ნულოვანებს მოგცემს იგივეა. არა background-ზე რომელს ვიყენებ, მოდი მეინტერესებს თუ ეგორი მაქვს მარტო. მგონი მართლა ეგორი მაქვს. ავთო რო იყოს საკითხავე ხარ ასე მახიჯე. რატო? კოდზე დაგვიწუნებ და? enterprise develop. ანუ კოდიო თუ რენდერიო? მოდი ვიჩო კოდი. ეგ არ გწყინს ახლა მით უმეტეს ახლა მაგაში ვცდილობთ დრო არ დავკარგოთ. ეგ მერე არის კოსმეტიკა რა. სილამაზის სალონი ხო არა? ზუსტად. კაი, მოიცა აღარ მახსოვს. იმაში მაქვს მოიცა, ის ბოთლს რო წერდი. ბოლოს. ბოთლი. ხო, აი просто ვკითხულობ, ანუ ის არ მჭირდება და პირდაპირ directions. და ანუ აქ ჩაჯდება ის. მე ნახე. პოდკასტზე რა. ხო, ერთი ორ ვიღაცას ძალიან ეძინება. მე დავიბდი. ხაუჩხში. ასი კაცი დისკორდზე დაგვემატება. რატო? გავაშალაშინებ დღეს პოსტს. აჰა. დავსკრინე ყველაფერი. გასაგებია. რაღაც გვაქვს. ხო, მაგრამ ახლა აქ თავარი თემა ეგ არის რა, რო აქედან განათება რო დაითვალო. ახლა ამ შემთხვევაში ხო ჩვენ მარტო ერთი მიმართულება გქონდა რა და ყველაფერი მარტივია. ანუ არც ხმაური გვაქვს, არაფერი არ გვაქვს. ახლა თუ ყველა მიმართულებიდან გინდა განათების დაცვა, ანუ უკვე ინტეგრალს რა და ერთი ვარიანტია რომ წინასწარ და დაბალელოდი შეიძლება აიღო უხეში აპროქსიმაცია ერთვის, ისე ხო, კი ბატონო. ისე წინასწარ ინტეგრალია და საფლავი. ეგეც იმუშავებს იმ შემთხვევაში რაღაც დიფუზიურ ზედაპირითო გაქვს თუ გლოსი გაქვს, მერე გირთულდება რა. ეს pre-convolved IBL-ი რო გააკეთო რა. ვიცი, მაგრამ აქ ვერ გააკეთებ ამას.
ნუ ხო დრო არ გვეყოფა თორე გააკეთებ შეიძლება თოიზე რა პრობლემა ნუ ყველაფერზე რო იგივე გამოითვალა და მე გასწრებს. ხო აი მაგალითად აი აქ აი ეს შეიდერი ხო ეს просто მატერიალის ეს მატერიალისთვის ჩრდილი რა კარგია, მაგრამ თავარი განსხვავება რასტერიზატორს და რეიტრეის შორის მაინც არ აჩენს. კაი მოდი გავაკეთოთ მაშინ ეგა იმიტომ რომ მაგარი hard shadow-ები და ეგეთი ხო კასკადებითაც ჰქონდა. ხო Light radius-ება და გარანტირდება რომ პენუმბრა მიიღო. მე დენოიზერი უნდა მაგრამ მე ხმაური შემოგდის ანუ კი ბატონო ეგენი უნდა გააკეთოს მოვისი არ აგჯერა ray tracing-ი აი ეგ მაშინ შენ არა ამ დემოსთვის არ გეკენი bro ვან ვეხა მე რაღაც უკვე აი ვიღაც ტიპი ვარ ვინც არაფერი არ ვიცი შემოვედი ვხედავ რომ კურდღელი რაც იყო ეს იგივე რა რას მე ვარ ო კაი მაშინ შენთვის გვაქვს მარტივი ვარიანტი რა შენთვის ხო ნუ მაგარი მარტივი ხო რა მაგისტვის ზუსტად ეხა გოსიანი არ დაუწერო მაგას ხო ანუ აქ შეგვიძლია უბრალოდ თავდგეთ და ეს ჩვენი სხივის მიმართულება მივცეთ ნორმალი ეგ რეფლექტი ახლა მე გამზადებული ფუნქცია თუ თქვენ დაწერილი კი გამზადებული მოყვება მაგრამ ყველა რენდერის გასაუბრებაზე გეკითხებიან როგორ უნდა reflect vector. აი ქარი რაც არის და ქარი იქნება სადღაც რა. ოკეი. ხო. მოკლედ ითვლი ამას და შემდეგ ითვლი ამ ფერს. მოიცა reflection-ებს ამატე? ხო. და mirror light. მოიცა ეგ რეფლექტი ახლა აკეთებს. რეფლექტი აკეთებს აი გაჩვენებ რა. ეხლა ცოტა ეს წავშალოთ. პიკასო ხარ. მოკლედ ესეთი სხივი გვაქვს რა, რომელიც დაეცა რა. ეს ჩვენი თანაკვეთის ფუნქციაა რა. ამ თანაკვეთის წერტილია. თანაკვეთის წერტილში დავითვალეთ ნორმალი, რომელიც ერთის ტოლია. ეს მიმართულება რა. ეხლა უნდა დავითვალოთ სხივი, რომელიც აირეკლებოდა. და ეს სხივი რომელიც ახან სარკული არეკლა რა ეს დაცემული კუთხე იქნება არეკლილი კუთხის ტოლი ეს რო შევატრიალოთ ანუ რანაირად შეიძლება რომ მარტივად დავითვალოთ რა ეს უნდა ავიღოთ აი ეს ვექტორი აქეთ რო შევატრიალოთ რა რომ ყველა ზემოთ იყურებოდეს ანუ ეს გვაქვს დაცემული სხივი აქეთ დამკვირვებელი აქეთ არის რა ეს არის არეკლილი. ნუ ეს ამის dot products რო გადმოვიდანთ რა აქეთ. ანუ ამის dot მოკლედ ეს მანძილი რო დავითვალოთ აი ეს და ამას რო აქეთ გამოვაკლოთ რა ესე ორჯერ. გადმოვალთ აქეთ ხარეს რა. და მაგას აკეთებს ეს რეფლექტი რა ძალიან ესე ვთქვათ მარტივი. პარამეტრებად რა გადაეცი? ანუ გადავეცი ეს ერი და ნორმალი. გავიქი. ანუ ამ ნორმალის მიმართ ეს ერი არეკლება რა. მაგას ვეუბნები. გიბრუნებს ვექტორს. და გიბრუნებს ამ არეკლილ ვექტორს. ანუ აი ეს просто ეგა ერს რო ესე გადაეცემა შეტრიალებული რა. რატომღაც ესე არის რა. დაწერილი. მე მაგ ვექტორს აიღებ და გააფერადებ თუ რა შემოიღებ ხმა ვექტორს. ხო, ეხლა ამ ვექტორს რო ავიღებთ, შეგვიძლია ამ ვექტორის მიმართულებით შეგვიძლია ამოვიღოთ მაგალითად ბექგრაუნდის ფერი რა. სცენის დატრეისებას რო თავი დავანებოთ ცოტა ხანი. და ეგ მომცემს რაღაცა რეფლექტს არ მოსცემს. მე არ მახსოვს სწორად. პარამეტრი რეფლექტი.
არა, სწორად. ახლა დავფიქრე და მე მგონი ეგ რეფლექტი პირდაპირ ეგრე ფუნქცია და რა გამომიყენებია სულ ხელით მაქვს სადაც მგონი არც ვიცოდი რომ არსებობთ. ერი არა, ერი წერტილი დეო. ერთ-ერთი დეუნდა. წერტილი დეო. და ეს მოგცემს ის არეკლის მიმართულებას. აქედან მე წავიკითხავთ რაღაც ფერს, აქ ჩავწეროთ. და ეხლა ეს რაღაცნაირად უნდა გამოვაჩინოთ აქ. ახლა მოდით ცოტა ხანი რო დავიკიდოთ ისა. ახლა ფრენელი უნდა დაამატო. კი ბატონო. ფრენელი არ ახსნელი რა არის? ხო, ფრენელი არ გვინდა, ცოტა პროსტა ვაჩვენოთ, რომ ფერი იქ არის, სადაც უნდა იყოს ჯერ და მე გავაკეთოთ დანარჩენი. აჰა. ან დაახლოებით რომ ვთქვათ, რომ ეს სადაც დაეცა რა. სხივი აირეკლა მეორე მხარეს და ეხლა ეს სფერო რაღაც სარკულად გამოიყურება. პროსტა ეხლა ამას პრობლემა ის აქვს, რომ აქ არ ვითვლი ეს არეკლილის სხივი რას ხვდება. ანუ საერთოდ არა მაქვს წესით კიდევ ერთი სცენა უნდა გააკეთო, ანუ იგივე ვარიანტი რა, რასაც ხილვადობის ფუნქცია კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმო, რომ არეკლილის სხივი ხვდება თუ არა იმას ანუ რამე უშლის თუ არა ხელს, რომ მოხდეს იმას გარშემო განათებას. ანუ იგივე ვარიანტი უნდა გავაკეთოთ, რასაც აქ ვაკეთებდით რა. იდეაში იქაც ლამბერტი გინდა მე რაც პირველ. ოღონდ ამ შემთხვევაში shadow ray კი აღარ გვექნება. ახალი ray გვექნება. ოღონდ დაახლოებით იგივენაირად PS+ ერთი ray-ისგან შედგება. რაღაცა. წერტილი და მიმართულება. და ეს ray-caster-ში რაც ray-ია, იგივე ray-ია? ray-caster-ია. ხო, ray-ია რა. ამ ჩვეულებრივ სხივი, რომელსაც სხივიან, რომელსაც აქ პოზიცია მიმართულება. მე რო უყურებ ვიდეოს დასაწყისს მე და მაგაზე ვილაპარაკეთ 1-5 წუთი. ხო, მოკლედ ეს არის ეხლა რა, ეხლა ხედავ რომ ეს ჩვენი სიფრთხე ამ სფეროშიც ჩანს რა. და ანუ არეკლილი. მაგრამ სფეროს ბაუნსი არ აქვს მეორე. ხო, მეორე ბაუნსი არ აქვს. მე უკვე ჩანს უფრო მეორე. ხო, მე უკვე რთულდება. მე ესე კი აღარ გამოგდის რა ხან თუ ბაუნსები გინდა რო აკეთო. მე ეს ყველაფერი ექცევა ლუპში რა და ლუპში ჩადიხარ სიღრმეში რომ უფრო მეტი ბაუნსები დაითვალო რომ ეს ჩვენი კამერა რო ამას მოხდება და მე ამას რო მოხდება და მე ისევ ამას რო მოხდება. ბაუნსი არის აი სხივი რო მოდის და ეცემა რამდენჯერ ირეკლება. დავიქიო. რამდენი არეკლილი განათება გინდა რომ დაითვალო. ეგ არის ბაუნსი რა ამ შემთხვევაში. რამდენი ასხლეტვა გინდა რომ გქონდეს. ეხლა ეს თვითონ ძალიან არასწორია რა ეს როგორც ვაკეთებთ რომ ეს რადიენს მივუმატოთ environment-ი ესე არ ხდება რატო? იმიტომ რომ არეკლილი ეხლა მაგათად ეს ხო რაღაც ლურჯი არის სიტყვაზე ხო? ზედაპირ ფერს საერთოდ არ ვითვალისწინებთ. საერთოდ არაფერს არ ვითვალისწინებთ რა. აი მაგალითად თვითონ არეკლაც ვიდეოში სხივის ენერგია რო ხდება ზედაპირს, რაღაც ნაწილი ირეკლება, რაღაც ნაწილი შთაინჭრება. აი მაგალითად არის ესეთი არეკლის ფუნქცია, ახლა რომ დააკვირდე, ეს ზემოდა როცა უყურებ რა, ზედაპირს დიელექტრიკს რა, უფრო ნაკლებად ჩანს არეკლა და როცა ცერად უყურებ, ხო, როცა ცერად უყურებ, უფრო მეტი არის არეკლა რა. და მაგისთვის არის მეთოდი რა, რომელიც ითვლის რა ეს ფრენელი იყო ეგეთი ფრანგი რა, რომელიც მაგას ითვლიდა და მაგას მანდარი ეს აპროქსიმაცია მარტივი. იდეაში საკმაოდ რთული ფუნქცია, ანუ ის რაც ზუსტად ითვლის. მაგრამ ეს აპროქსიმაცია კარგად მუშაობს მარტივ შემთხვევებში რა, ესე რომ ვთქვა. და მაგის შეგვიძლია ჩავსვათ რა. აი აქ მოდი ამ ბოთლში ვიყენებ მაგას და მაგედან ავიღებ. ანუ იგივე აი რაც აქ აქვს რა ეს.
სხვადასხვა მატერიალები. ხო, რაც მან დაგვაქვს იდეაში. ხარადა. ვის ფუნქცია დაგულობა. როგორ? ვის ფუნქცია რა თქმა ფორმულა. ფრენელის ფუნქცია. აქ არ ვიყენებ, სად ვიყენებ, სადაც აქ. მეცა. ბლა ბლა ბლა. აქ ვაფშე და მთელი დიელექტრიკი მაქვს, ეს არ მჭირდება. ეს რთული არის. გარედან არეკულები და ყველაფერი მაქვს, ესენი არ მინდა. მეცა. სხვა მარტივი ვარიანტი რომელია აქ. შეგვიძლია აქედან გადმოვიტანოთ პრინციპში. ანუ მოკლედ ეს ორი ვარიანტი გაქვს, კოსინუსი გაქვს დაცემის კუთხის რა. და გაქვს არეკულადობა, რამხელა აქ ამ მატერიალს, როცა ეცემა ზემოდან სხივი რა. 90 გრადუსით რო უყურე. ანუ ეს R0 და კოსინუსით რა, ითვლი უკვე კონკრეტული თეტას შემთხვევაში რამხელა იქნება არეკულადობა. ესე რომ მოდი პირდაპირ აქ დავწეროთ. და ამას გადაეცემა float R0 F0 F0 იყოს, რავი, იქ R0 ქვია, მაგრამ გაი. უნდატო ხო? და ეს იყო F0 პლუს სადავარ F0 პლუს ეს მინუს F0 გამომრავლოთ საინტერესო მანდ მესამე ხარისხი თუ მეოთხე? მეხუთე. მეხუთე დაჟე, ჩვენთან მეოთხე. ვთქვათ. მოდი რამე მარტივი დავარქვა. C და ეს იყოს minus S. და მე აქ პროსტა ვეგარ. კი ბატონო. და კოსინუსი, ხო, სწორად მიწერია მგონი. ეხლა ეს მოგცემს არეკულადობას და უნდა გამოვიძახოთ აქ. წერტილზე მეგაკლია. ხო. ეს არეკულადობა. F. ეს იყოს 0.1, ხო? ვთქვათ. მგონი 001 არის ისა. მახსოვს. მეგრე არის სადღაც. კოეფიციენტები იმაშია რა. არის ხო იქ წერია. აი და აქ ნახოთ. float. საინტერესო ეს იქნება ეს პრინციპში აქ უკვე დათვლილი ქონდა 700-ჯერ მგონი. dot იქნება dot refle და n და refle. ხო. და ახლა ამას რო მივცემთ. ეს მოგცევს რამდენად არეკულადია რა. ეგ მაქსიმალთან ხო მაქსიმალთან გააკეთე. როგორ? cos θ. უარყოფითი რო არ გქონდეს. წესით არ მექნება. უღმა ვერ დაეცემა. ხო, მომენტი. აჰა. რაღაც არ მომწონს. მოიცა. ეს ხო სწორად მივეცი. F0.
ნუ პრინციპში აქ მაინც არასწორად ვთვლი, ანუ როგორი პონტია რა. საერთოდ რეალობაში რა, სპეკულარული ზედაპირი არსებობს ესეთი, რომ გაქვს რაღაცა ესეთი უხეში ზედაპირი ქვემოთ და გაქვს რაღაცა სპეკულარული ზედაპირი ზემოთ. და როცა სხივი ეცემა რა, ეს დაცემული სხივი ნაწილი ზემოთ და ზედა იმაზე ირეკლება სარკულად. და ნაწილი სხივი ქვემოთ ჩადის და აქ მერე იბნევა სხვადასხვა მიმართულებით რა. და მაგიტომ არის რომ ეს სპეკულარული ზედაპირი ზემოთ რაც არის ხო? ამას ვითვლით ფრენელით და ვამბობთ რომ აი აქედან მოსული განათება, აქედან რაც ანათებს ხო? ამაზე დაეცემა და წავა დამკვირვებლის მიმართულებით. და ეგ იქნება ჩვენ ფრენელზე რა დამოკიდებული. მაგრამ დანარჩენი იქნება, ანუ შეხო ენერგიის მუდმივობის კანონი ხო უნდა დავიცვათ და ანუ ის რაოდენობა რაც აქეთ აირეკლება, ეს უნდა დააკლდეს ამ მოსულ სხივს რა. ანუ ეს ქვემოთ რაც ჩავა, ის უკვე იმას უნდა გამოაკლდეს ეს ენერგია რა, რაც აირეკლა ზემოთ. და მაგიტომ აი აქ ყველაზე მარტივი ვარიანტი საწაველი. ყველაზე მარტივი ვარიანტი იქნება რომ როცა ხო, ანუ ეს F-ი მე ზემოთ უნდა დავითვალო და ლამბერტი ქვემოთ ჩამოვიტანო პირიქით რა. და იდეაში ეგ მოდელი რო ქონდეს არა? რისთვის? ანუ მზეზე და ლამბერტზე. ორივე და ლამბერტის ფრენელს. ანუ ერთ-ერთი მათემატიკა რა, ანუ სხივი წამოვიდა ზედაპირ. ზედაპირის ნორმა. ფერს იძახი თუ რას იძახი? ვებაშენი ხმობს კი. ხო, რაღაც ცუდად ისმის და მაგიტომ ვერ გავიგე ბოლომდე რა თქვი, მაგრამ ანუ ხო, ანუ მნიშვნელობა არა განათება საიდან მოდის, რომელი იმისგან მანათობელიდან, ანუ ყველაზე ერთნაირად ითვლება. პროსტა აქ ეხლა მაგალითად ის რომ აი ფერს ალბიდოს მოდი ეს გარეთ გავიტანო, მაშინ ჯობია. const diffuse ეს იქნება რაღაც ჩვენი ფერი. მაგრამ ეს რეალურად ეს დიფუზიური ფერი მარტო დიფუზიურ კომპონენტზე მოქმედებს. ახლა აი როგორც თქვი, აი რო ხატავდით, ხო? რეალურად აქ რეალურ მატერიალზე ორი ინტერფეისია რა, ერთი ზედა და ერთი ქვედან. ჩვენ შემთხვევაში ეს დიფუზიური ეს ლურჯი ფერი, რომელიც მატერიალს ატებს, ხო? ის მოდის აი ამ ქვედა ზედაპირიდან. ამას ახასიათებს ეგ ლურჯი ფერი. და შეგიძლია ცალკე განსაზღვროთ, რომ თქვა ამ სპეკულარულ ზედაპირს იქნებ რამე სხვა მატერიალი ახასიათებს, შეიძლება რაღაც სხვა ფერია, ხო? მაგრამ ნუ სიმარტივესაც შეგიძლია თქვა, რომ თეთრია და ანუ ამ ლურჯთან არა აქვს რა კავშირი. უბრალოდ ეგ არის რომ ეს ენერგიები უნდა დაითვალო, რომ რასაც აქ აირეკლავს, ეს ენერგია ამას გამოაკლდება. ანუ იქ თუ თქვით რომ F-ით ვამბობთ, ესე ვთქვათ ამ ნიშნულობას და ვამბობთ რომ როცა 1-F-ით უნდა გაზარდოთ. 1-F-ი უნდა იყოს ეს, ამიტომ ეს და ქვემოთ ჩამოვიდა. ის რომ გაკიდე აბა intersect scene რო გაქვს. all reflection-ის. მაგის ნორმალით უნდა გააკეთო ფრენელი. intersect scene აქ ხო და მაგის ნორმალი ხო NN-ს გაძლევს. როდგინებიან. ხო, მაგრამ იგივე ანუ ვერ ხვდები დასაუბრ. მაგის ინტერსექტი მაძლევს აი აქედან რომ ამას. რასაც მოხდა იმის ნორმას გაძლევს. ხო, და ეგ არ მჭირდება. ეგ NN-ი არ მჭირდება ორიგინის ნორმა. კი ბატონო. ხო, მოდი ეს რადიენსი ხო 0-ია თავიდან კი ბატონო და აქ უნდა გავაკეთოთ 1+ და აქ დაჯდება უბრალოდ ეს ყველაფერი, რაც აქამდე იყო გამრავლებული 1- F-ზე.
რომელიც F-ი აიტანო F გარეთ. უნდა გავიტანო გარეთ. Cosinus θ-ც გარეთ. აჩქო ისინი გავიტანოთ. აჰა. არა ეს მაინც არ მომწონს ფრენელი. რაღაცა არასწორად რაღაც გქონდა. ნიტო არის. რაღაცა არასწორად გქონდა. მგონი ეს R0 შეიძლება არის პირიქით. ვერ ხვდები ზუსტად. მოიცა აქ მაგ რა ეგ უეჭველი ერთი წამი მოვძებ. აქ უეჭველი მექნება ეგ ფრენელი. ან აქ. ან იქ. ხო, აი. აი, reflection vector-ი არის. მან უნდა origin-ის vector მიმართულება. სად? ისო. რას? გადადი კურსში. სად იძახე რა? F სადაც ითვლი. Cosinus θ არის n-ი ის მაგივრად გინდა ისა. ის მაგივრად? reflection-ის მაგივრად primary მიმართულება არ გინდა ამან? არ აქვს მნიშვნელობა, ერთ და იგივეა. ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ხო, სარკული არ ეკულა. არა, რას გეუნები. dots რო ითვლი რა view vector-თან. მე? ანუ ამბობ R-D R-D და n-ი. ხო და იგივეა. ანუ თუ მინუს ვიღებ შენი ძახით. ხო, იქ დამირორებულია და მაგას გეუნები. მინუს R-D და n-ი. არა, იგივე, ანუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა. просто რაღაც ფრენელი არ მომწონს. ფრენელი არ არის აქ სწორი. მიდიება ეს ვცადოთ. გამოჩნდება. ან index of refraction-იც აქვს. მაგას მოიცა? R0-ს ითვლის ხო? R0-ს ითვლის ეგრე ორით რა. ითვლი, ხო? ხო. გიდია. კაი, მოდი ეგრე მივცეთ, ჰა. უფრო მოსახერხებელი ფორმა არის. და ვნახოთ რამეს თუ უშველის. ანუ cosinus θ და აქ თქვათ რომ რაღაც ერთი Pretending to work? Yeah. cosinus θ θ ფლოატი მოაშვი მან. რაღაცა შეიცვალა, მაგრამ არა მაინც ნიტო არის. რაღაცა მაინც არ მომწონს. მგონი მოიცა environment-ზე. просто გეტყვი რა არის ნიტო. ნიტო ის არის, რომ ჩვენ განათებას იქიდან არ ვითვლით და просто თლიანობაში არასწორად გამოიყურება. რა დიფუზიური ხო მარტო იმ ელიდანა გვაქვს განათებული. აიგე? ხო და ჩემი просто ეგ მაგას ვეძახდი რომ ის არის სხვა ორი სინათლის წყაროა ეფექტი. ხო და ეგ საერთო ჯამში ახლა არასწორია რომ იქიდან არ უნდა ვითვლი. არა, შუაგულიდან კიდეებამდე ინტენსივობას უნდა ვხედავდეთ რომ იცვლება რა. მაგას ვერ ავხედე. მაშინ მოდი ეს ელი გავთიშოთ აგერ вообще. მარტო დავინახავთ არ ეკლებს. აბა ხო ხედავ ახლა რომ აი, იცვლება. თანაბარი არის. არ არის თანაბარი ბოლოში იმატებს კაც. არ არის თანაბარი. იმატებს ბოლოში. ორავი მე სტრიმი არ მივარდა. იმატებს ჩანს. вообще სხვა კუბმაპი დაადექს ხო რა. აჰა. არა, ახლა რავი, მე არა, რაღაცა ხო, ბაზარი არ არის, ხო. ბაზარი რაღაცა ვერ არის. მაშინ cosinus θ-ს ჭირს რამე. გამოდის. სხვა ვარიანტი არ არის, მაგრამ R-D რავი, რა უნდა ჭირდეს წესი სწორია. F-ი ეს დიფუზური ნაწილიც რო დაამატო. ნახე არა, აქვე უნდა ვხედავდეთ რა განსხვავებას. ანუ სპეკულაცია ეგრევე უნდა ხედავდეთ. მან environment-ი
უცნაურია. შენი. მოიცა. cos θ თუ პირდაპირ უყურებ ნორმალს, უნდა იყოს 1, ხო? მერე? იქ გვიწერია 1 minus cos θ, ესე იგი იქ უნდა მოგვცეს 0 იქ ხო და უნდა გქონდეს ცარიელი f0. სწორია იდეაში. cos θ minus RDN-ია. იცი რა ქენი, აბა ერთს cos θ მიანიჭე ფრანგ კოლონს და იქ დავადებაგოთ თუ სწორი არის. აიცა. ვექსანი, ხო. ეგ უნდა წავიდეს შუადან, ეს სწორი არის. გადასარევია. ი. ეს სწორია, მაგრამ minus RDN წერა ადრე. არა, იგივეა ეგ და რეფლექტი. ერთი და იგივეა. არა, ნუ იგივე იქნება ხო, მაგრამ ეს 1 minus ქონდა მეორეს. არა. მოიცა სად ვიყავით? ანუ cos θ აქ ხო უარყოფით მივიღებთ. არა, მოიცა. ი2 არის 1-ზე მეტი კი. ეგრე უნდა მივიღოთ? რაღაც აღარ მახსოვს. ეგრე უნდა მივიღოთ? ეს გონი. აქ просто ეტასაძლეო. ეს ის არ არის მგონი. აღარ მოიწერს წამი. აქ ვიყენებ მაგას უიჭველი. ჩავნახავთ როგორ ვიყენებ და გეტყვი. სწორად ვიყენებ თუ არა. აი ი2 გაქვს define. ეს ისე ვიქნება. ეგ კომონში გექნება ალბათ. ხო, ანუ ეგრე მაქვს სწორად. 1.5 ხო. უცნაურია. ანუ ეს იდეაში სხვა რაღაცა არის, მაგრამ მაგას აკეთებს რა. ეგ დაირექტ სპეკულარია, ხო? ეს იმისია JJX microfacetis იმას multi bounce ითვლის რა. აი ეს energy conservation-ს უკეთებს, აი კიდეებში უნდა ის მოხდეს რა უფრო. აღარ რო აუწევ რა, თუ არა გაქვს energy conservation ნახე როგორ არის. კი ბატონო. ხო და მაგას სასწორებს ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ნუ იდეაში აქ ეგ სწორი გვაქვს. ეხლა დაადებაგე თვითონ ფრენელი F-ია ბა. ეგ უნდა იყოს მაგის შებრუნებული. შუადან შავით უნდა წავიდეს თეთრებში. მიდის, მაგრამ პროსტა მე მგონია რომ ეს არ არის HDR რა. და შეიძლება მაგი იძლება რა მაგ ეფექტს. ან მე ვიცი რაც არის. მეორე ვარიანტი არის. გეტყვი რაც არის. ანუ ტონ მეფინგი არა აქვს. თელ ყველაფერს რა. და მაგიტო ვერ ამჩნევ რა. რეხლი მოდი ეს სად იყო რაღაც გავუთიში ხო მე წინაზე ამას. ეს განათება. აი განათება არ გვაინტერესებს. მოდი პროსტა ეს რადიენსი. ვანიჭოთ. ფო რადიენსი. ეგ RGB-ია ხო მგონი? ხო. პირიქით. 0. არ შვები პირიქით. სწორად შვები, მაგრამ ის რადი რა არის თავიდან 0 ხო? რადი თავიდან 0-ია. მე მოვდივართ აქ, ვსდით ერთხელ, ვსდით მეორედ. ამას ვამრავლებთ F-ზე, ამას ვამრავლებთ 1 - F-ზე.
Mhm. ნუ ამ შემთხვევაში ეს გათიშული გვაქვს, ასე რომ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. Просто ეს მოდი ამას რამე brightness-ი მივცეთ, გარდა იმისა, რაც არის რა, გავამრავლოთ რაღაცაზე, просто ძალიან ბნელია და არაფერი არ ჩანს. ანუ ეგენი HDR, აი ეხლა ეხლა გავსროლოთ. ანუ რენდერი გააკეთო HDR-ში და მე გადმოიყვანო SDR-ში. მე დაიწყო. მაგრამ ფერები არ მომწონს, ანუ არასწორად უკეთებ ტონები, შებრუნებულად გონი. თუ რატო არის ეგრე? გონი ეს არ არის просто HDR-ი რა. ეს არა, ეხლა tone mapping-ს უკეთებ მარტო იმ შემთხვევაში, რომ პირველი ჰიტი მაინც ხდება. early exit-ი სადაც გაქვს იქ არ აკეთებ. მართალია ხო. ესით ანუ ეს არ უნდა მქონდეს რა. ეგეც საძე უნდა გავამრავლო და წესით მანდ არ უნდა მეჯდეს ალბათ ერთი exit-ი ჯობია მქონდეს ბოლოში. იქაც RGB უნდა გაუკეთო. კი ბატონო. რაღაცა ვიღოთ და ეს გავამრავლოთ. bla. ამაზე და გავამრავლოთ. tone mapping-ი იქაც უნდა. კი ბატონო. გავამრავლოთ ამაზე და პრინციპში ფრაგმენტ კონტროლს გავუკეთებ პირდაპირ მასში, მაგრამ ეს ვექტორ 4-ია, ეგ არ მინდა. ამ კონსტანტებთან მაგრად გადაათეთრებს. ჰმ? მაგ ხლა კონსტანტით გადაათეთრებს აკაიფო. ხო და რაღაც ძალიან უკეთებ და ანუ რატო რაღაც არ ვაკეთებ სწორად. ვიცი ერთი წამნახოთ. წესით ეგრე უნდა ვაკეთებდე რა. შედათ მახსოვს რომ ხო, ერთ შეხედულებით 0.2-თან ეგ არის 0.45 კადრას. მაგრამ 0.45-ია ეგ.